ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე. გამარჯობა, ეთერშია ჟიჟილაშვილის სტუდია. ჩვენ დღეს ერთ-ერთი პარტიის ერთ-ერთ მაჟორიტარ კანდიდატს წარმოგიდგენთ, შესაბამისად ამ პარტიის ხედვასაც რესპუბლიკელებს მასპინძლობთ დღეს თამარ კორძაია, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არის ჩვენთან სტუმრად. გამარჯობა თამარ, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ, საკმარისი დრო გვაქვს იმაზე, რასაც თქვენ აპირებთ, რა კითხვების თქვენთან არის, მე ვეცდები ეს კითხვები დავსვა, ბუნებრივია მოვისმენთ თქვენ პასუხები, თუმცა მანამდე პირველ რიგში მინდა ვიკითხო თქვენ როგორც იურისტის შეფასებას და როგორც მოქალაქისას დემონსტრუას თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული ამ გაგრძელების შესახებ მიმალვაში იმყოფი პოლიციელი და საქმე რომელიც უკვე კითხვის ნიშნებს ბადებს ამასთან დაკავშირებით. რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რომ დღეს კითხვის ნიშნები არ ქონოდა მოქალაქეებს ხელისუფლების მიმართ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დემონსტრუას შემთხვევა ეს ის შემთხვევა, როდესაც მთელი ხელისუფლება ალბათ ფეხზე უნდა იდგეს, რასაც ნამდვილად ვერ ვხედავთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ დემონსტრუ არ არის მხოლოდ ერთი ფაქტი თვითმკვლელობამდე მიყვანის და ამ ასე ვთქვათ ფაქტამდე დაყვანა მომხდარის ნამდვილად არ შეიძლება, იმიტომ რომ ის აჩვენებს სისტემაში არსებულ პრობლემებს. რატომ მივიდა ადამიანი თვითმკვლელობამდე? ხო, მთავარი შეკითხვა ეს არის. ანუ უსასოობისგან, იმისგან რომ მას არ ჰქონდა დაცვის იმედი, მან გადაწყვიტა რომ თავი მოეკლა და საზოგადოებისთვის ამით მიეწოდებინა სიგნალი თუ რა მდგომარეობაში არიან მისი ტოლი ახალგაზრდები დღეს. და მთავარი არის ის, რომ დღეს ისევ გრძელდება შანტაჟზე აგებული მართვის სისტემა, პოლიციური სისტემა, რომელიც შანტაჟით მუშაობს. აი, მოდით აქ ერთი წუთით შევჩერდეთ. მე ვისაც მოусმინე უმრავლესობის წარმომადგენელს, რეალურად ისინი ოცნების წარმომადგენლობას და ხელისუფლებას გულისხმობ, ანალოგიური განწყობის არიან, როგორც თქვენ აღშფოთებულები, შეშფოთებულები, შანტაჟზე არ საუბრობენ, უკაცრავად. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს სისტემური ხასიათის არ არის, რომ ესეთი შემთხვევები შეიძლება ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოხდეს, მთავარია რეაგირება. აი თქვენ რა გაქვთ ამის? ხო, მივალ რა თქმა უნდა აქამდეც, მაგრამ სისტემურია და ვეცდები ეს ცოტა უფრო ფართო კონტექსტით დავასაბუთო. შანტაჟის მეთოდებს იყენებდა წინა ხელისუფლება და შანტაჟის მეთოდები არ იყო მხოლოდ ის, რომ ვთქვათ, გინდა თუ არა ჩაუშვი შენი მეზობელი, რომელიც მარიხუანას, ასე ვთქვათ, მოაშენებს და ასე შემდეგ. შანტაჟის მეთოდები იყო პირადი ცხოვრებით, სკადრებით შანტაჟი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის სისტემა და ჩვენ შემთხვევით არ ვლაპარაკობთ რესპუბლიკელები, რომ სისტემური ცვლილებები სუსის მეთოდებით და სუკის მეთოდებით მართვა ჯერ კიდევ არის საქართველოში. ამიტომ არის ხშირად შეიძლება ახლა თქვენ სვენელსაც უკვირდეს, რატო ვახსენებთ ჩვენ ასე ხშირად საბჭოთა კავშირს, იმიტომ რომ ეს არის საბჭოთა მართვის სტილი, რომელიც ვერ მოიშორა, რომლისგან ვერ გავთავისუფლდით და მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს სისტემური პრობლემაა, რომლისგანაც ნამდვილად სისტემის გრევას პირდებოდა ქართული ოცნება. სწორედ ამ გრევის იმედით მოვხვდი მე ამ პარლამენტშიც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა ამ სისტემის გრევა ესეთი მარტივი და მით უმეტეს შეუძლებელი ხდება, როდესაც უკვე ხედავ, რომ ამ სისტემას კარგად ისის ხორცებს ყველა ძალოვანი უწყდება. ნუ ამ შემთხვევაში ესა რა ქვია პროკურატურაც, რა ქვია სუსიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასე შემდეგ. ანუ დემონსტრუამ დატოვა წერილი, რომელთაც გითხრა, რომ მეო ვერ გავარღვიე ეს წრე და ამიტომ ვიკლავ თავსო და შესაბამისად ამის მერე როდესაც დაიწყო გამოძიება, მისი ერთ-ერთი მეგობარი მივიდა და ღიად გააკეთა განცხადება, მისცა ჩვენება და თქვა, რომ მარტო დემონსტრუას არ ექცეოდნენ, ასე ექცეოდნენ ნებისმიერს იმ რაიონში, სამტრედიაში, ახლა ეს შემთხვევა სამტრედიაში ხდება და სხვა პოლიციელებიც ასე იქცეოდნენ და რა რეაქცია გვაქვს? როდესაც ახლა უკაცრავად რა ქართული ოცნების წარმომადგენლები გამოდიან და ამბობენ, რომ თავარია როგორია რეაგირება, რა გვაქვს სახეზე, სამარცხვინო რეაგირება, ამდენი ხნის მერე ძლივს და წაუყენეს ბრალი და ადამიანს ვერ პოულობენ და ამბობენ, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს. მაგრამ ვინმესგან მოისმინეთ ერთი ასე ვთქვათ, განმარტება მაინც, რომ ისინი შეისწავლიან სამტრედიის პოლიციაში არსებულ ვითარებას. სამტრედიის პოლიციის უფროს შვილი არ აყავს და საერთოდ ადამიანი თუ არის, მან უნდა გააკეთოს განცხადება და შეიჩეროს უფლებამოსილება, იმიტომ რომ მთელი მისი განყოფილების მიმართ გამოვლინდა პრობლემები, მაგრამ არა გამოვიდა, მოგისმენიათ თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრის რაიმე ტიპის განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ ის შეისწავლის, რომ გენინსპექციას დაავალებს რაღაცების გაკეთებას. არა, იყო ერთადერთი მხოლოდ
მხოლოდ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ნუ დიახ, ის პირად კონტროლზე აიყვანს საქმეს. ეს პირად კონტროლზე საქმის აყვანაც უკვე ცოტა გაშარჟებული ხდება, იმიტომ რომ პირად კონტროლზე საქმის კონკრეტული გამოძიების საქმეებში ვერც ერთი თანამდებობის პირი ვერ ერევა. ეს ხო კარგად ვიცით ჩვენ არა? რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო დამნაშავე, რომელიც ბრალდებულია ამ წუთში და ესე იგი ვიცით მის სახელი და გვარი მიმალვაშია, შეიძლებოდა თუ არა მისი სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, მისი უფრო ადრე დაკავება, მისი მასზე რა ვიცი მეთვალყურეობა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ დღეს ეჭვი არ გაჩენილიყო, რომ ის შემთხვევით ხო არ გადაიყვანეს. შეიძლება, როდესაც პირდაპირ ასახელებს ადამიანი ხელათვე გამოვიდნენ, გამოჩნდნენ მოწმეები, რა თქმა უნდა შეიძლება. ჩვენ როგორც წესი, როდესაც სისხლის სამართლის ჰუმანურ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ და ამდენი წელია ვლაპარაკობთ იმაზე, რომ წინასწარი პატიმრობა არის ესეთ მძიმე ფორმა და შეიძლება ეს არ გამოვიყენოთ, შესაძლებელი იყო, რომ ის წარედგინათ სასამართლოს წინაშე და მერე ყოფილიყო სახლში გაუსვლელობის ხელწერილით და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი არ განხორციელდა. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ კონკრეტული პირის უფლებები აუცილებლად მაქსიმალურად უნდა იყოს შესრულებული. ეს მინდა ვიკითხო, სხვა შორის ოჯახის მხრიდან, რომელიც ძალიან შეწუხებულია და რომელიც ბუნებრივია, რომ ასეთ მდგომარეობაშია, გუშინ აი ჩემს ეთერში, ტელეეთერშიც იყო ასეთი თხოვნა და უბრალოდ მუქარასავით ოჯახი ამს, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს დაიკავებინათ მისი რომელიმე ოჯახის წევრი ეხლაც და ის იძულებული გაიხადათ რომ მოსულიყო პოლიციაში. ბუნებრივია ეს მოთხოვნები გასაგები ოჯახის სასწარკვეთილი ოჯახის მოთხოვნა და მე მათი მესმის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მოთხოვნა არ არის კანონიერი ამ შემთხვევაში. და ახლა რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ თქვათ მოქალაქეებმა დაიჯერონ რომ ხელისუფლებას მართლაც აქვს სურვილი პოლიტიკური ნება რომ მსგავსი ფაქტები ქვეყანაში აღარ განმეორდეს. პირველი და მთავარი, საიდანაც უნდა იქიდან უნდა მონახოს ბრალდებული, რომელსაც თვითონ ახლა მიიჩნევს რომ ბრალდებული ამ საკითხში, ეს საიდანაც უნდა იქიდან უნდა მოიყვანოს და მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს ეს ადამიანი და მეორე, მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებას ეხლა მხოლოდ ის გადაარჩენს რომ მან გულწრფელად ილაპარაკოს სისტემურ პრობლემებზე და თქვას რომ მანკიერი პრაქტიკები არსებობს. ამით თუ გადაარჩენს ის დღეს საკუთარ რეპუტაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში რა ვიცი ჩაატარეთ გამოკითხვა რომელიმე მოქალაქეს თუ სჯერა რომ გავსი ტიპის სისტემური პრობლემა ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში და საგამოძიებო ორგანოებში არ არის. აი, იცით რა არის, ერთ შეხედვით მე მაგალითად როგორც მოქალაქე ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი კითხვა მიჩნდება, კითხვები მიჩნდება, მარიხუანა სად არის დათესილი? ეს შეუძლია პოლიციამ რომელიმე სოფლის მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭის ვთქვათ თანამშრომლობის გარეშეც გაარკვიოს. აი რამე სხვასთან ხო არ შეიძლებოდა ქონოდა საქმე, აი რაზე შეიძლება იყოს საუბარი. იმიტომ რომ მეორეც ამბობს რაღაცა მსგავს, ხო? მარიხუანას თესვის თემა მე მგონი ასეთი პრობლემური გასარკვევი არ არის, იმიტომ რომ დათესილია და ჩანს სად არის დათესილი, ხო? თუ ცოტა ყურადღებით მოივლის თუნდაც ადგილობრივი პოლიცია ტერიტორიას. იცით რა მე ვერ ვივარაუდებ რა შეიძლება და ყოფილიყო და რა არა. ამაზე რთულია ნამდვილად საუბარი და უპასუხისმგებლო იქნებოდა ხა ჩემთვის ამ ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ მე ისევ და ისევ ვამბობ, რომ აქ მთავარი პრობლემაა, მაგალითად მე მესმის თეთრი ხმაურის მოძრაობის, რომელიც თვლის, რომ დემონსტრირება ამ შემთხვევაში არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია, მაგრამ არ არის მხოლოდ ამის მსხვერპლი. ეს პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ რომ მოვახდინოთ მაგალითად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, მაგალითად მისი მოყვანა და გასაღება მაინც დანაშაულად რჩება, ამიტომ შანტაჟისთვის თემა რჩება. და გარდა ამისა, რა მნიშვნელობა აქვს დანაშაული სანამ გვაქვს სისხლის სამართალში და საერთოდ დანაშაულის არსებობს კვლელობა და ასე შემდეგ. მაგრამ ყოველთვის შეიძლება თანამშრომლობის მოტივით დააშანტაჟო ესა თუ ის ადამიანი და მოწმე. აქ მთავარი მიდგომებია, როგორ მუშაობს პოლიცია. ის მოიპოვებს მტკიცებულებებს თუ ადამიანებს აიძულებს შექმნა მტკიცებულებები. ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ პოლიცია ცდილობს, რომ ისევ და ისევ შექმნას ეს მტკიცებულებები. ამიტომ ამ თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლილა ჯერჯერობით. აი, სუსი, რომელსაც თქვენ ხშირად ახსენებთ და ერთ-ერთი პირველი იყავით კოალიციის შიგნით როგორც პარტია, რომელმაც ამაზე ხმა ამოიღო. როგორ წარმოიშვა ეს ახალი ორგანიზმი, მე მაინტერესებს. რა ტიპის შიდა ინფორმაცია არსებობს? ეს იყო პოლიტიკური ნება, გადაწყვეტილება, რომ ასეთი ჭირდებოდა მართლ კოალიციას. თუ ეს მოხდა შემთხვევით მემკვიდრეობით მიღებული ტრადიცია უბრალოდ გაგრძელდა, იმიტომ რომ ძალა არ იყო ოცნებას რაიმეს შესაცვლელად. კარგი შეკითხვაა.
თავის დროზე, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების დანაპირები იყო, რომ ის აუცილებლად გამიჯნავდა ამ უფლებამოსილებებს, უსაფრთხოების ნაწილს და ასე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციებს, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადად აქვს რაღაც უფრო სამოქალაქო ფუნქციების წესრიგის დაცვა და ასე შემდეგ, უსაფრთხოება კიდე გაცილებით სხვა თემაა და ერთი უწყების ხელში ყველა ინფორმაციის თავმოყრა ძალიან დიდ რისკებს ქმნიდა ძალაუფლების, ასე ვთქვათ, მოჭარბებული ძალაუფლების ქონის ხელისუფლების ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, შტოში. და ზუსტად სუსის გამოყოფის არსიც ამაში მდგომარეობდა, რომ ეს უფლებამოსილებები გამიჯნულიყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ სუსს დარჩა და ჩვენი წინარ საარჩევნო დაპირებას ეგ არის ამ შემთხვევაში, რომ სუსს დარჩას გამოძიების უფლება, ადამიანების დაკავების უფლება და ასე შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ მას ისევ დარჩა ზედმეტად ბევრი უფლებამოსილება, იმიტომ რომ წარმატებულ ქვეყნებში, სადაც უსაფრთხოება კარგად მუშაობს, უსაფრთხოების სამსახურებს ძირითადად ანალიტიკური საქმიანობის ფუნქცია აქვს და არ ადამიანების დაკავების და პატიმრების და ასე შემდეგ. ეს მოდელი ვერ განხორციელდა, მაგრამ აქ ჩვენ ჩავდეთ კანონში ისეთი შეზღუდვები, როგორც არის ODR-ების არყოლის, ესე იგი ODR-ების ინსტიტუტის გაუქმება, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ კანონის ნორმების ცვლილება, ფაქტობრივ ცვლილებას ვერ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც ეთყობა ვერ უძლებენ ზეწოლას, არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ საკუთარი კომფორტის დარღვევა, შესაბამისად ჩვენ ამაზეც გავაკეთეთ განცხადება, ანუ მიიღო მახინჯი ფორმა და მაგალითად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები პირდაპირ დებენ ხელშეკრულებას და ანიშნვინებენ და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრავენ და დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც უსაფრთხოების ინტერესების განმტარებლები არიან კონკრეტულ სახელმწიფო აი სად ზღვარი, მოდით ასე ვიკითხოთ, უსაფრთხოების ინტერესებსა და ვთქვათ გადაჭარბებულ სურვილებს შორის ხელისუფლებისა, რომ აი ამ ბერკეტებით აკონტროლოს პოლიტიკურად გარემო. ძალიან მარტივია ეს, იმიტომ რომ როდესაც უსაფრთხოების ინტერესებზე ვლაპარაკობთ, არსებობს რაღაც სტანდარტები უსაფრთხოების, ხო? ჯაშუშია შემოვიდეს ქვეყანაში, რაღაც ისეთი ინფორმაცია არ გავიდეს ქვეყნიდან, რომელიც სახელმწიფო, ანუ ჩვენ გვაქვს ამის საკანონმდებლო საფუძვლები, ანუ ისეთი ინფორმაციის გაჟონვა არ უნდა მოხდეს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მიაყენებს ზიანს და რაღაც ეს არ არის რაღაც უსაფრთხოება არ არის აბსტრაქტული ცნება, ფართო ცნებაა, მაგრამ აბსტრაქტული ნამდვილად არ არის. მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურის ასე ვთქვათ, ინტერესების გატარებაში ხილებული ადამიანები საკუთარ უფლებამოსილებას იყენებენ პოლიტიკური წნეხისთვის და პოლიტიკური გავლენების მოპოვებისთვის, აი ეს არის უკვე ის, რომ უსაფრთხოების სამსახური რეალურად საკუთარ ფუნქციებს კი არ ასრულებს, არამედ პოლიტიკური ზეწოლის ორგანოდ არის ქცეული. ყველა შემთხვევაში, როდესაც მაგალითად მე მინდა გავიხსენო ისევ და ისევ სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევა, როდესაც სტუდენტებმა პირდაპირ დაადანაშაულეს უსაფრთხოების სამსახურის ინტერესების გატარებაში კონკრეტული ადამიანი და ზუსტად ყოველ ჯერზე, როდესაც ესეთი მხილება ხდება, იმიტომ რომ პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებენ ისინი ადამიანებს, დევნიან ადამიანებს, სწორედ იმიტომ, რომ არ არიან სახელისუფლებო გუნდის მომხრე და ასე შემდეგ. აი ეს არის ის მახინჯი პრაქტიკა, რაც ვეღარ აღმოიფრა. ეს არის საბჭოთა მენტალობა ზუსტად. სხვა არა. თამარ, მე მაინტერესებს ანელნა არჩევნებისკენ გადავიდეთ, ახლა აუდიტორიას ჩვენს რადიო მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენთან რესპუბლიკელი თამარ კორძაია სტუმრად სუსის როლი არჩევნებში. რას გრძნობთ თქვენ როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი? პირველი განცხადება, რომელიც ჩვენ ისევ და ისევ ქალბატონი თინა ხიდაშვილის გადადგომის მერე გავაკეთეთ, ეს იყო, რომ უსაფრთხოების სამსახური ფართოვდება და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დაენიშნა თავდაცვის მინისტრად. მან წაიყვანა თავისი თანამშრომლები. იქ ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახური უფრო მძლავრად იკიდებს ყველა დაწესებულებაში ფეხს. უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ, მე ვფიქრობ, ყველა დონეზე, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ღია მუშაობა და ხელშესახები არ არის ადამიანები, რომლებიც მათ ნებას ემორჩილებიან, ისინი დღეს არ მოვლენ ჩვენთან და არ გვეტყვიან, რომ ზეწოლის ქვეშ ვარ და შესაბამისად აბა საიდან იცით რომ მუშაობენ? აი ამას რა თქმა უნდა ღიად არავინ არ გვეუბნება, ეს ხდება მოდიან ჩუმად საუბრებით და ასე შემდეგ, რაც სამწუხაროა.
და თვითონ აი რა სისტემით რისთვის მუშაობენ, რომ მომხრეები დააგროვონ, რომ რაღაც ინფორმაცია გავრცელდეს თქვენს შესახებ, რაც თქვათ ნეგატიურად დაისახება. რა ტიპის მუშაობას ნამუშევარს გრძნობს? პირველი და მთავარი ეს არის პოლიტიკურ პარტიის წევრების გადაბირება და გადაყვანა თავიანთ მომხრეებად. ამა თუ იმ საფუძვლებით ეს შეიძლება ყოველთვის არ იყოს შანტაჟი, ხო, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს უკეთესი მომავლის დაპირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ამ უსაფრთხოების სამსახურს ამ საქმიანობას განიცდის ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ოპოზიციაშია, ოღონდ ნამდვილ ოპოზიციაში. თამარ, რაც შეეხება მთაწმინდის ოლქს, სადაც თქვენ მე არ ვიცი ზუსტად ყველა პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ რამდენიმე მთავარი კონკურენტი ვინც ყავთ, მე მინდა რომ ეს სივრცე მიმოვიხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის ოცნებისთვის, როგორც აღმოჩნდა, ალტერნატივა დამოუკიდებელი კანდიდატი ოცნება მას უჭერს მხარს და ასევე თქვენ ყავთ კულტურის ყოფილი მინისტრი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს არის ნიკა რურუა. როგორი სივრცეა მთაწმინდაზე პოლიტიკური კონკურენციისთვის და რა იმედები გაქვთ? სივრცე მთაწმინდაზე ალბათ ისეთივეა, როგორც მთელს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, კონკურენციაც არის სერიოზული. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ქალბატონი სალომე პრაქტიკულად არის ქართული ოცნების წარმომადგენელი, იმიტომ რომ მას უპირობოდ უჭერს ქართული ოცნება მხარს და ქართული ოცნების შტაბი მუშაობს სალომე ზურაბიშვილის გაყვანაზე. სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მან მოქალაქეებთან კავშირი არ უნდა დაამყაროს და ეს არის მოძველებული მეთოდები და ის არაპირებს მოქალაქეებთან შეხვედრას. მე არ ვფიქრობ, რომ მთაწმინდელები მსგავსი ტიპის დამოუკიდებლობას იმსახურებენ, იმიტომ რომ მე არ ვიცი დედამიწაზე არც ერთი პოლიტიკური პარტია, მაჟორიტარები კი არა, პროპორციული სისტემის ფარგლებში, რომ პოლიტიკოსები ადამიანებს არ ხვდებოდნენ და არ ელაპარაკებოდნენ. ამიტომ ის არაპირებს თქვენ ასეთი ინფორმაცია. მან გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ახლა მე არ ვიცი მოძველებული მეთოდებით როგორ მუშაობენ ნიკა რურუა და თამარ კორძაია, მაგრამ მე არ ვაპირებ და მე ვპირდები საერთაშორისო, ესე ვთქვათ, სფეროში, ვთქვათ, მთაწმინდის მოსახლეობას სახელმწიფოებრივ ინტერესების გატარებას და ასე შემდეგ. ეს არის ერთი პირველი, რომ მას რაღაცნაირად გარანტირებული აქვს, მაინც ის რომ რეალურად მოდით მას რა პლუს კიდევ ოცნების დახმარება ეს მას რა აქვს გარანტირებული, ამაზე არ ვილაპარაკებ. მე ხარ როგორც ამორჩეველი, ვთქვათ, რიგითი მოქალაქე, რომელიც მაგათ მოვისმენ ჩემი კანდიდატისგან ასეთ განცხადებას, როგორ დამოკიდებულება უნდა გქონდეს. მე ვთვლი, რომ ეს უპატივცემულობაა მთაწმინდის ამორჩევლის, იმიტომ რომ რატო გონია ქალბატონ სალომეს, რომ როცა მივა მთაწმინდელ ამორჩეულთან ისინი მაინც და მაინც გზის გაყვანაზე დაელაპარაკებიან და საერთო სახელმწიფოებრივი საკითხები არ აინტერესებთ. აი ეს შეკითხვა მაქვს მე მასთან და ალბათ ყველა მთაწმინდელს ექნება ეს შეკითხვა. მეორე საკითხი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მიამიტურია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერით გასული ადამიანი რაიმე პოლიტიკას განახორციელებს. ეს მეტყოლებს იმაზე, რომ ცალსახმას წარმოდგენას შეიძლება არ გქონდეს პარლამენტში მუშაობა როგორ ხდება. და მე მოვიყვან ცოცხალ მაგალითებს. დამოუკიდებელი დეპუტატი იყო კობა დავითაშვილი, რომელიც ქართულ ოცნებას არ შეერწყა და ვინმე ნახეთ მისი წარმატებული რომელიმე პროექტი. ერთი ადამიანი პარლამენტში უბრალოდ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ან დაიკარგება როგორც კობა დავითაშვილი, რომელიც საერთოდ ხდომებზე არ დადიოდა. ან და შეერწყმება ისე როგორც ბატონი გია გაჩეჩილაძე და გია ჟორჟოლიანი. მართალია მათ ცალკე პარტიები აქვს, წანეთა პარტია და სოციალ-დემოკრატების პარტია, მაგრამ რას აკეთებენ ისინი დამოუკიდებლად ვერაფერს ვერ აკეთებენ საკუთარი პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი პოლიტიკური იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათ ვერაფერი ვერ გააკეთეს პარლამენტში. შესაბამისად, რას გააკეთებს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მარტო სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ყველაზე არასერიოზული მიდგომა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის რომ სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენელი და არავითარი დამოუკიდებელი კანდიდატი და გარდა ამისა, თუ ის ასე ფიქრობს, მთაწმინდელებს მინდა უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმა არის ქართული ოცნებისთვის მიცემული ხმა, ან უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ დაკარგული ხმა. რაც შეეხება მეორე კანდიდატურას ნიკა რურუას, ის აქტიურად არის ჩართული კამპანიაში, ჩვენ ხედავთ ის კამპანიას, აშუქებენ ტელევიზიებიც, მედია საშუალებები, სხვადასხვა სოციალურ ქსელებშიც ხედავთ მის აქტივობებს, იმუშავებს, როგორ ფიქრობთ თქვენ? იმიტომ რომ ნიკა რურუამ რაღაცა ეტაპზე მოახდინა ნაციონალური მოძრაობასთან დისტანცირება, ის არ არის ნაციონალური მოძრაობის
ასე ვთქვათ. ის დასახელებულია როგორც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, მას აქვს 5 ნომერი, შესაბამისად ის არის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. აი, რაღაცნაირად ის ცდილობს, რომ იყოს ცოტა დისტანცირებული იმ ძირითადი ბირთვისგან, ვინც არის ხოლმე ეს აქტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. მე არ ვიცი ამას ბატონი ნიკა თვითონ ცდილობს თუ ის ძირითადი გუნდით ცდილობს მისგან დისტანცირებას, ეს ალბათ დასაფიქრებელი საკითხია ამ შემთხვევაში. თუმცა ის 5 ნომრის ქვეშ არის და და ის 5 ნომრის ქვეშ არის და ის არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატი. როდესაც მე ვსაუბრობდი საბჭოთა წარსულთან დაკავშირებით და დამოუკიდებლობის 25-26 წლიან გამოცდილებასთან დაკავშირებით, ნიკა რურო ამ ყველაფრის ნაწილია, რა თქმა უნდა. მე ვაფასებ იმას, რომ მისი მინისტრობის დროს ძალიან აქტიური გახდა სტალინიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მინდა გავიხსენო, რომ სწორედ როდესაც ბატონი ნიკა იყო მინისტრი, მაშინ ეუთო საპარლამენტო მისიის პრეზიდენტი ჩამოვიდა და მან თქვა, მან გააკეთა განცხადება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ლენინიზმის სუნი ტრიალებს. ამ გამონათქვამით და ამ კომენტარით პრინციპში მან თქვა, რომ მათი რეფორმები იყო სრულიად წარუმატებელი და დღევანდელი დღე რეალურად ადასტურებს იმას, რომ ხო, ისევ საბჭოთა წესებით ვცხოვრობთ და ფაქტობრივად ვერაფერი ვერ შეიცვალა. ამიტომაც მე არ ვიცი, რას უნდა დააპირდეს ამ შემთხვევაში, როგორც პარლამენტის წევრი ნიკა რურუა მოქალაქეებს, როდესაც მან ვერ შეცვალა ის, რისი შეცვლის ეგიდითაც მუშაობდა მინისტრობის დროს. თქვენ რა შესთავაზებთ მოქალაქეებს? რესპუბლიკური პარტია არის პარტია, რომელსაც ვიცით და ამჩეული მათი ცნობადობის პრობლემა თქვენ არ გაქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ დიდი აუდიტორია გყავთ. პირიქით, თქვენი აუდიტორია ყოველთვის ლიმიტირებულია, შეიძლება სტაბილური, მაგრამ ცოტა. რას აკეთებთ ამ სივრცის გასაფართოებლად, გასაზრდელად? ხანდახან როგორც მოქალაქეს, ასეთი წარმოდგენაც მაქვს ხოლმე მე, რომ საერთოდ არ ცდილობთ რაღაცა უფრო მეტ მასებზე, ასე ვთქვათ, მეტ აუდიტორიაზე გასულას. რაღაცა თითქოს გაკმაყოფილებთ ის, რაც გაქვთ. ახლა რა სტრატეგია გაქვთ იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ? რა თქმა უნდა, არ არის სწორი, რომ გვაკმაყოფილებს ის, რაც გვაქვს. მაგრამ ჩვენ გვჯერა იმის, რომ ლიბერალები გაცლებთ მეტი ამ ქვეყანაში და გაცლებთ მეტი ადამიანი აფასებს თავისუფლებას, როგორც მისი კეთილდღეობის წინაპირობას. თავისუფალი ადამიანი, რომელსაც უზრუნველყოფილი აქვს სახელმწიფოსგან თანასწორი გარემო და თანასწორი კონკურენცია, ყოველთვის თვითონ მოიპოვებს, ასე ვთქვათ, კეთილდღეობას. აქ მთავარი რა არის? მთავარი არის ის, რომ ადამიანს კონდეს პირველი თავისუფლების განცდა, უსაფრთხოების განცდა, რომელიც მის თავისუფლებას ემსახურება და თავისუფალი კონკურენცია. ამის შემდეგ უკვე ყველაფრის დალაგება შეიძლება და ყველა ამორჩეველს, მათ შორის არალიბერალ ამომრჩეველსაც ახსოვს ის, როგორი პრინციპულები ვართ მთელი ჩვენი, ასე ვთქვათ, არსებობის მანძილზე. ეს პარტია შეიქმნა იმისათვის თავის დროზე, რომ ებრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ეროვნული ინტერესების გატარებისათვის. შევახსენებ ყველას, რომ ამ პარტიის წევრები და დღეს ლიდერები არიან დისიდენტები, რომლებსაც ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლება და გადასახლებაში აცხოვრებდა. ამის შემდეგ, როდესაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა ამ პროცესში რესპუბლიკელები აქტიურად იყვნენ, ამის შემდეგ რა თქმა უნდა შეიცვალა პრიორიტეტები, ამის შემდეგ ქვეყნის აღმშენებლობა იყო მთავარი საქმე. დღეს ჩვენი პარტიის ძირითადი ხაზი გადის იმაზე, რომ სწორედაც რომ აღმშენებლობაზე და ინდივიდის განვითარებაზე ვისრუნოთ. ეს და ამას ვხედავთ, რა თქმა უნდა, ევროპული გზის განვითარებით. იმის რომ ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. და ეს არის მთავარი, იმიტომ რომ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროპა, ჩვენთვის არის საერთო და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ ისეთივე წარმატებული იყოს როგორც ევროპული. თქვენ ახლა ოპტიმიზმით საუბრობთ, თუმცა ეს ჩვენ საუბრობთ აუდიტორიისთვის, რომელთაგანაც დარწმუნებული ვარ, რაღაც ნაწილს, არ ვიცი, დიდ ნაწილს თუ ცოტა ნაწილს, მეშნია რომ ლიბერალი სალანძღავი სიტყვაა. როგორ მოახერხებთ იმას, რომ დარჩეთ ლიბერალებად და იყოთ უმრავლესობაში? ეს ამისთვის არის თუ არა მზად საზოგადოება? იცით რა, მოქალაქეებს ეს არ მიაჩნიათ ასე. ამ სიტყვას პოლიტიკოსები იყენებენ სალანძღავად სამწუხაროდ. პოლიტიკოსები ქმნიან ამ იმის, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არა ვართ მოქალაქეებზე ესეთი წარმოდგენის რა. ჩვენ
შეეკითხეთ ნებისმიერ ადამიანს, რას აფასებს ყველაზე მეტად ცხოვრებაში. პირად თავისუფლებას ყველა აფასებს და წარმოუდგენელია, რომ თავისუფალ ადამიანს არ ესმოდეს რაზე ვლაპარაკობთ და მისთვის მისაღები არ იყოს რაზე. პირად თავისუფლება მოიაზრებს რას, შეგიძლიათ ცოტა წავიდეთ პოლიტიკის იქით, რას გულისხმობთ? პირადი თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ შენ იღებ საკუთარ თავთან გადაწყვეტილებას. შენ ხარ განთავისუფლებული სხვისი გადაწყვეტილებებს, შენ შეგიძლია საკუთარი პასუხისგებლობით მიიღო გადაწყვეტილება. პირადი თავისუფლება გულისხმობს ინდივიდუალურ პასუხისგებლობასაც, მაგრამ ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც შენ თვითონ ხარ შენი ბედის ცხოვრების გამკარგავი, შენ ხარ ბედნიერი და წარმატებული ადამიანი, ამას გულისხმობს. მაგრამ ამას სჭირდება უკვე ხელისუფლების ხელშეწყობა, რომ არსებობდეს თავისუფლებისთვის თანასწორი გარემო, რომ უნდა დავინახოთ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომლებიც მარტო არჩევნებზე არ უნდა ახსენდებოდეთ. და ჩვენ რესპუბლიკელებს ისინი ყოველთვის გვახსოვს, იმიტომ რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ბევრი გვიმუშავია და შეგვიცვლია კანონები ამასთან დაკავშირებით. თანასწორობა რო არის ძირითადი, რაზეც უნდა იდგეს ადამიანების ცხოვრება. ამაზე ბევრი გვიმუშავია და ყველა ჩვენ გვესხმოდა თავს, როდესაც დისკრიმინაციის შესახებ, ყველა ფორმის აღმოფხრის შესახებ კანონზე იყო დებატები პარლამენტში. დიახ, ჩვენ ვიყავით ყველაზე მეტად მოწადინებული, რომ ეს კანონი ყოფილიყო და თითოეულ მოქალაქეს ჰქონოდა განვითარებისთვის, ცხოვრებისთვის თანასწორი გარემო. და ამ პირობებში მე ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს შინაგანად ესმის რა არის ეს. ყველა ისწრაფვის ამისკენ. უბრალოდ თავს მოხვევა სოციალური პრობლემების და აქედან დაწყება იმისი თუ როგორ შეიძლება ადამიანი იყოს უკეთესი, ჩვენ არ ველაპარაკებით მოქალაქეებს, როგორც მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს, ჩვენ არ ვეუბნებით, რომ შენი პენსია იქნება 500 ლარი. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრება ურჩევნია მხოლოდ და მხოლოდ დახმარებით ცხოვრებას. თუმცა მე მინდა ახლა თქვენ კითხოთ ის მთავარი გზავნილები, რაც გამიგია რესპუბლიკელთა შესახებ, რომ მათ ნაკლებად უყვართ თავისი ქვეყანა, არ არიან პატრიოტები, რომ თქვათ არიან ისეთი ცვლილებების მომხრე, როგორიც თქვათ დააკანონებდა კონსტიტუციით თუ რაღაც კანონმდებლობით ერთი და იმავე ადამიანის სქესის ადამიანთა თქვათ ქორწინებას და ასე შემდეგ, რომ რაღაცნაირად თქვენ არ ატარებთ ქართულ ეროვნულ ინტერესს. რა პასუხი გაქვთ ასეთი კითხვებისთვის გამზადებული ფაქტი, რომ ამას კითხავენ თქვენ, როდესაც გახვალთ ამორჩეულთან? რა თქმა უნდა და რა პრობლემაა, რომ დაგგვისვამენ ამ შეკითხვას? მე შემთხვევით არ დამიწყია, იმიტომ რომ სწორედ ეროვნული საფუძვლებით შეიქმნა რესპუბლიკური პარტია და ადეკვატურია რესპუბლიკური პარტია იმ დროის პრობლემების, რაც გვაქვს რეალურ სივრცეში, ხო? როდესაც 78 წელს შეიქმნა დამოუკიდებლობისთვის და ეროვნულობისთვის იბრძოდა. როცა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაშინ უკვე სხვა პრიორიტეტებია დღეს და რაზეა ლაპარაკი? ჩვენ ვლაპარაკობთ იმ პრობლემების ადეკვატურად. რა რეალობა გქონდა 2012 წლამდე, თურმე წამებაზე აგებული ხელისუფლება გყავდა და ამის წინააღმდეგ გამოვედით. ჩვენ და მარტო რესპუბლიკელები მაშინ კოალიციას უბრალოდ გამოვიდა იმ ღირებულებით, რომ ადამიანი არის უმთავრესი სახელმწიფოსთვის და დღეს რატომღაც ეს არ ახსოვთ და ჩვენ ისევ ვართ ზუსტად იმ პოლიტიკური კურსის მემკვიდრეები და იმ ღირებულებით, რასაც ქართული ოცნება ლაპარაკობდა იმ საერთო კოალიციურ პროგრამაში და ჩვენ ლაპარაკობთ დღეს, რომ ადამიანია ღირებულება. როდესაც თქვენ ახსენებთ პრინციპულობას, რასაც უთვლით თქვენს პარტიას ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად, რომ მთელი ამ პერიოდის ისტორიის მანძილზე ჰქონდათ ყველაფერთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია, შესაძლოა თქვენმა საკუთარმა იმ სწორედ ყველაზე სტაბილურმა ამორჩეულმა გითხრათ, რომ პრინციპულობის ნაკლები ელფერი ჰქონდა, თქვათ ბოლო წუთამდე ოცნებაში დარჩენას. ამაზე გაქვთ თუ არა პასუხი? რა თქმა უნდა, ამაზეც გვაქვს პასუხი. ერთხელ დავით უსუფაშვილმა იხუმრა კიდევაც, რომ ძირითადი მეხანძრის ფუნქცია მქონდა მთელი ამ ხნის განმავლობაშიო. დიახ, იყო გადაწყვეტილებები, რომელიც გამოც ჩვენ შიგნით ვიბრძოდით. იყო გადაწყვეტილებები, იყო საკითხები, რომლებსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვაჩერებდით და ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამ თვალსაზრისით. ამ პრინციპით შეიძლება და დარჩენილიყავით კიდევაც კოალიციაში. არა, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნების მთავარი და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ 4 წელმა ჩაიარა ისე, რომ შეიქმნა მის წინა პირობები, რომ მომდევნო არჩევნები იყოს მშვიდობიანი, უსაფრთხო და ჩვენი როლი ამ შემთხვევაში შევასრულეთ პირნათლად ამ მრჩევლის წინაშე და ჩვენ მათ შორის ჩვენი ამ მრჩევლის წინაშე. იმიტომ რომ ის რაც შეიძლებოდა პარლამენტიდან გვეკეთებინა, რაც შეიძლებოდა შეგვეჩერებინა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვიყავით მხოლოდ 10 და მაგალითად ქართული ოცნება იყო 47 წევრისგან შემდგარი, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რისი გაკეთება შეიძლებოდა. ჩვენ ვაკეთილშობილებდით ბევრ ცუდ კანონს და ეს იყო მუშა პროცესი.
ეს იყო ყოველდღიური მუშაობა საკომიტეტო მოსმენების დროს. შეგიძლიათ ნებისმიერ შეუძლია მოიყოს საკომიტეტო სხდომები და მოისმინოს თუ ვინ აკეთებდა კომენტარებს, ვინ აკეთებდა შენიშვნებს და ვინ მუშაობდა ამ პარლამენტში რეალურად. შეგიძლიათ მითხრათ რა შეცდომები ქონდა რესპუბლიკურ პარტიას ამ არჩევით 4 წელიწადში ამ კონკრეტულ ციკლში. რაც თქვენ გააცნობიერეთ, რაც თქვით რომ ჯობდა რომ გადააფასეთ და როგორც გამოცდილება ჩაიწერეთ თქვენს ისტორიაში. შეცდომები ალბათ რა თქმა უნდა ჩვენს გქონდა ისე როგორც ყველას. შეიძლება უფრო ხისტები ვყოფილიყავით თუნდაც მუშაობის პროცესში და ნაკლებად დამთმობები გარკვეულ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით მე ჩემი პრაქტიკიდან ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვიდავეთ, ვიჩხუბეთ, რაღაცეების შეცვლა მოვახერხეთ, მაგრამ რაღაცეების ვერ მოვახერხეთ, მაგრამ თავარი და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მაგალითად kvორუმის ჩამოწევა 5-მდე ცოცხალი თავით არ დაუშვით. მაგრამ როდესაც ისევ და ისევ ვამბობთ, შენ ხარ 10 და ისინი არიან 47, ძალიან რთულია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დღეს ხელისუფლება ისე იოლად სწორედ იმიტომ ვერ მოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, რომ პლენუმის მიერ გადაწყვეტილების kvორუმი არის 6, უпростоრად ხო არის გარკვეულ შემთხვევებში 6 და გარკვეულ შემთხვევებში 5 და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი ხმის უფლებით რომ არ ქონოდათ გადაწყვეტილების გაჭედვის შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოში, ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. კიდევ როდის მიეცემა როგორ ფიქრობთ რესპუბლიკურ პარტიას შანსი რომ იყოს ხელისუფლებაში, იყოს წარმოდგენილი პარლამენტის თავმჯდომარით, იყოს წარმოდგენილი თავდაცვის მინისტრით და რამდენიმე ადამიანით მინისტრთა კაბინეტში. იცით რა ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ მე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სიტუაცია ძალიან ყველა კვლევა ადასტურებს რომ ამორჩეულს გადაწყვეტილი არაფერი არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, ვინ მოვა რა რაოდენობით პარლამენტში. ამიტომ ვერ გამორიცხავ, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს ისევ კოალიციური მმართველობა. მმართველობის ჩამოყალიბება, ამიტომაც დღეს ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. თუმცა ამ პარლამენტში უნდა მოხვდეთ. დიახ, უნდა მოხდეს და ჩვენ მუშაობთ ამაზე. ყოველ შემთხვევაში იმ რეიტინგებით, რომელიც ქვეყნდება და რომელსაც არ უთქვავს რესპუბლიკურ პარტიას, რომ არენდობა, თქვათ NDI, თქვათ IRI, ჯერჯერობით რეიტინგები და ადამიანები არ არის. იცით რა, ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენმა გულშემატკივარმა ალბათ არ გვაპატია ის, რომ თქვათ კოალიციაში ვიყავით ბოლომდე და ვიღაცას ეს არ მოსწონდა, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და მე ვფიქრობ, რომ ეხლა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩვენი ამორჩეველი დარწმუნდება, რომ ჩვენ ვიყავით ამ შემთხვევაში სწორი. ისე მზად ხართ, თქვათ პარლამენტს გარეთ სამუშაოდაც? რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის პრობლემა. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ყველგან, სადაც სამუშაოა. მადლობა. თამარ კორძაია იყო სტუმრად რადიო ქალაქის ეთერში, ჟიჟილაშვილის სტუდია იყო ხაზზე, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, მაჟორიტარობის კანდიდატი საწმინდის ოლქში წარმოწევებს გისურვებთ. თქვენ ამ გადაცემის გამეორება შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენთანვე 19 საათზე, ასევე ნახოთ ჩვენ Facebook გვერდზე ან რადიო ქალაქის ვებ გვერდზე. გმადლობთ. ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე.